Losov მერტყვა გაგაზრდებს გაგახაროთ სულეცისო კონდეთ. ვარდი თუყალი ყონის შემოქმედებით მერტი. და ცათა დამიცათ თარი სამყაროს ხალი ყონის შემოქმედი ვარდიერებს ვადიდებდეთ მას და მარადულად მის წყალობას გისურვებთ. ერთადერთი ჭეშმარიტი წყალობის მომწეველი კი ვიცით რომ ეს არის მამაძე და სულის მეტა ხო უხარჩენი და ყოველდღე სამება. და ეს მეორე ჰიპოსტასი ყოველდღე სამმეორე ჰიპოსტასი ანუ ხალხის ქრისტე განკაცებული მერტი ის არის ჩვენი ჩვენელი და ჩვენი გადამუშავებული და ეს არის მაცხოვარი და ჩვენ გასვამოთ რომ ქრისტეა ჩვენშორის ხო და მას შეუძლია ხოდოფოდ მას შეუძლია ჭეშმარიტი წყალობა მოგვანიჭოს ჩვენ და გვანიჭოს კიდევაც ამიტომ ვეძებ უფაც ნეტარას რომელმა შეექმნეს თავისი ზრახები როგორც შვილი სამუნებშია და შეახეთქეს კედელსა ანუ გააკონტროლოს საკუთარი თავი ამ ძიმე პერიოდში რომ სიცხოვნე მართვაში სუქსეში ძონებია რა თქმა უნდა უამრავი ზრახა მოდის უამრავი აგრესია უამრავი შინაგანი დისკომფორტი ნეგატივი მაგრამ ნეტარია სადავერის თავისთავად შეიკავებს შეინანებს ბოროტ აზრებს აგრესიას მოახინიერებს თავისთავს მოთურქავს მისცემს ბოროტ აზრებს არ მისცემს საშუალებას იმისა რომ გაიზარდოს და ჩინური მდგომარეობიდან როგორც არის სამუშაო ხო მასზე გააფრთხილებული თავდასხმა მოახდინოს მანამდე შეახერხებს ანუ კლდეს კლდა ქრისტიანი და სიკვდილის ყოველს იმენ კომიტეტი აი ძმებო იხილეთ როგორ თქვა ვასწავლენ წინა მამაძეს ვინა წერილი მეობის აღმოჩნდა სანამ ჯერ კიდევ ჩვენიანი ვიდრე მათი უკეთურება და სიმწარე სრულად ადგიგებია ამიტომ სანამ დრო ადამიანმა ოჯახმა ერმა აგრესია და ესეთი უარყოფითი ინსტინქტები მოაფენიეროს შეიკავოს თავი და მშვიდობა და ასე ვთქვათ სიყვარულში დაიმამოს მართლა გულმა ჩვენმა გულმა ტაძარში იქნება თუ ტაძრის გარეთ ქრისტიანი უნდა იყოს ყველგან ადამიანი ამის შემოგვაქვს ხო გვერდ უნდა ვადიდოთ და მისი წყალობა ვითხოვოთ თავად ჩვენ ვერ ვიარსებებთ ისე ეს ვიცით ყველა ის წყალობის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებთ უბრალოდ ჩვენი არსებობა შეუძლებელი იქნება ვერ იარსებობს ადამიანი მერტის გარეშე ვერ იარსებობს ეს არის უტოპია ადამიანი არ არის ავტონომიური არსებობა მას შეეძლოს მარტო თავისთავად დამოუკიდებლად მოწყვეტილი ყოველგვარი ღვთაებრივისაგან ზეციური ნაკადისგან ზეციური არქისგან მოწყვეტილი მხოლოდ თავისთავად იყოს და იარსებობს არა მას ჭირდება დახმარება მას ჭირდება წყალობა და ადიდებდეს ღმერთს და ჭეშმარიტებაში უნდა იყოს ეცადოს ყოველ შემთხვევაში რომ გაარჩიოს ჭეშმარიტება და სიცრუე მარჯვენა და მარცხენა სიკეთე და ბოროტება მართალი მსოფლმხედველობა და არამართალი მსოფლმხედველობა ღვთივ გამოცხადებული სწავლება და არაღვთივ გამოცხადებული სწავლება ღვთაებრივი და ადამიანური ან დასემული სულების მიერ მოცემული ყოველ შემთხვევაში ათასნაირი ინფორმაცია არის ყველა ინფორმაცია ცოდნა არის და ყველა ცოდნა სიბრძნე არის მაგრამ სახარებაში მოცემული ღვთაებრივი სიბრძნე რომელიც ჩვენ ცხოვრებაში უნდა განვახორციელოთ და ვაქციოთ ცოდნა ცოდნა არის კიდე ის რაც ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ თუ მარტო ინფორმაციას ვქნათ იმისა რომ წყალობა უნდა ყო და იყვარდეს და არაკეთებ ამას ხოლმე ინფორმაცია ამის შესახებ გქონია და შენი მსოფლმხედველობა ინფორმაციულ დონეზეა ზოგს ესეც არ აქვს მაგრამ კარგია თუ ამას ცოდნად აქცევს ანუ იცის უყვარდეს და ამ შემთხვევაში უყვარს კიდევაც რომ იცის უნდა შეუნდოს და მარტო ინფორმაციულად კი არა მართლაც შეუნდოს უკვე ცოდნა არის გაცოცხლებულია შეში ყვავის მაგრამ თუ შენ უკვე სიბრძნე გინდა მაშინ ამან უნდა ნაყოფი გამოიყოს ის ნაყოფები კიდე შედის სულიწმიდის 9 ნაყოფში და ის დიდი თემა ხალხ წყილბაში სანდო ჭეშმარიტებაში ყოველდღე უნდა იგულისხმოთ თვითონ უფალი ძებთისა მე ვარ გზა მე ვარ ჭეშმარიტი მე ვარ სიცოცხლე გახსოვთ განკაცებული ღმერთი თავად ის რომ მაცხოვარი განკაცდა ჯვარცეს გამოგვიხსნა საუკუნო წარსულისაგან ეს არ არის უდიდესი წყალობა ამაზე მეტი რა უნდა გაკეთდეს ამაზე რა ხელა წყალობა და სიხარული გვაქვს მაცხოვრის შემხედვანი ჩვენ სულ კარგ განწყობაზე ვიყოთ
მიუხედავად ამ პრესისა და მძიმე ჩვენი ცოდვებისგან ისე მოწეული ნეგატივისგან, მართლა ყველაფერი კარგად შექმნა. ქრისტე ჩვენ შორის არის და გამოგვიხსნა ჩვენ და საუკუნო წარწმენისგან, სოფლისა, წყევლისა, სიკვდილისგან ვიხარობდეს უნდა სახარება სიხარულია და არა ჩამოგტიროდეს სახე და დაფეთენო დაშინებულები გვიქნება ეს. როდესაც ვერებენ თუფას ის ისმის ჩვენს ლოცვას, ესეც დიდი სიხარულია, ხო იმედია. სარწმუნოება, სასუება, იმედი და სიყვარული, სამი საფრთხე საქმეება. ამის იმედი გვაქვს, რომ რაც მე არ შემიძლია გეველდრები და უფალი გეველდრების შემდეგ ვისულოთ, იმას გისურვებს. მე არ მეგონება ადამიანი, ვისაც ახლა რაც საჭიროა რომ ევედრება, ღვთის საიდუმლო სული საცხოვრებელი არ მიეცეს. ითხოვდა და მოგეცეს თქვენო. ირებდა და მაგ არ ითხოვთ, არ იდებოდა არაფერი არ ქონდა, მაინც მოგეცეს უძალით არა. გარდაქმნის მოგიწოდოს, რომ შეუნდა მოიგდო. ყველა უპასუხოდ არავის არ ცხოვრობს უფალი, არავის არ დოს უპასუხოდ. ამიტომ მაშინ ვეცდებს ჩვენ ლოცვას. მეტყვი და სოცა განსასწრების პერიოდია, აი პოსტატიკის სიცოცხლის ხალხის, თუ განსასწრების პერმანენტულ განსასწრების შუა, ხო? სინუსოიდას არ ხან არის ეს განსასწრები, ხან ჩანს, ხან არის, ხან არის, ხო? სინუს ფუნქცია გვაქვს. ესეთი მდგომარეობაში, ამიტომ ხანდახან მაქსიმუმს აღწევს, ხან მინიმუმს, ხან მაგრამ სულ ერთი წრფივი და თანაბარი ვერ იქნება ჩვენი განვითარება, ხო? მათემატიკური ენით ვთქვათ. ვერ სულ წრფივ აღმავალ ფუნქციაში ვიქნება და ეს ჯვარი ვწერათ წრფივად დაღმავალ ფუნქციაში. რაღაცა ესეთი თავისი წრიულობა, თავისი ციკლურობა ახასიათებს. რაღაცა გარკვეული ციკლი გავიდა, რაღაც გარკვეული ციკლი მოდის, ახალი ციკლი თავიწყება. ყოველთვის გარდამავალ ციკლურ ეტაპებს გარდამავალი სიმწვავე ახასიათებს. ეს დიდი თემა არ შეგვიძლია ლექციას ვერ დაესწროს. ამიტომ ეს ციკლები, სხვადასხვა ციკლებია, დიდი, არის მცირე, არის ადამიანური ციკლები, არის საბუნების ციკლები, არის პლანეტაშორისი ციკლები, კოსმოსური ციკლები და არ შეგვიძლია დიდი თემა. მაგრამ ჩვენ ერთ-ერთ რაღაცა ჩვენ დონეზე ინდივიდუალურ ციკლებს გავდივართ, ოჯახურ დონეზეც და ეროვნულ დონეზეც. ამას ყველაფერს თავისი დაკვირვება უნდა, დიდი თემაა. ამიტომ უფალი განაძლიერებს, როდესაც ვერებდები ისმის ლოცვას და განაძლიერებს ჩვენს სულს. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს ღვთის სარწმუნოება აქვს, ხო, გულწრფელად ლოცულობს. იდეალური შეიძლება წმინდანი არ არის აუცილებელი, რომ მაგალითად წმინდანი იყო, რომ ლოცვები შეგისურვოს. ცოდვილის ლოცვას ისმის, ღმერთი თუ ისმის. პირველ რიგში ცოდვილის ლოცვას ისმის, იმიტომ რომ მონანვი ცოდვილის, ხო? მონანვი ცოდვილი ეწოდება უყვას, სყალობს და უხარიეს, ეცას უხარია, რომ ადამიანი ნანობს რაღაცა შეგნებამდე მივიდა, თავისთავი გაუგო თავის თავს, მიხვდა თავისი ჯვარი რა არის, ბოლოს და ბოლოს. დაინახა ქრისტე და გაიხარა და უხარიეს ეცას, რატომაც არა, რა არის გასაკვირი. და აძლევს უფალი წყალობას ადამიანს. მაინდა-მაინც კედლებში კი უნდა გადიოდეს და ჰაერში კი უნდა იწეოდეს. არ არის აუცილებელი ეს, არც ვითხოვს ქრისტე ამას ჩვენგან. შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ სასურველი არის სასურველი საქმე, ხო? სრად შეისმის, ისმის და განაძლიერებს ადამიანს. მუციფალი ლოცვა აუცილებლად შეიძინება. აუცილებლად ამას მიხვდები, შეიძლება თუ არა, ამას როგორ მიხვდები შეიძლება. ისეთი რამე არ უნდა ითხოვო, რაც საწინააღმდეგო არის ღვთისმეტყველო. ზოგი ისეთ რამეს ითხოვს, მერე კი ხდება, რომ ატო არ შეუსრულდა. მერე კი მადლობა უნდა თქვას, არ შეუსრულდა ჯობდა, თორე რომ შესრულებოდა ვაი მაშინ იმგომარეობას. მაგრამ ჯობია რომ არ შეუსრულდა. ისეთ რაღაცას ითხოვს და არ მიეთხოვს ისეთ რამეს, ის რა უნდა ითხოვო. წინასწარ ახლა ადამიანი ვერ ჭვენს სრულ ფორმატს, ხო? ჩვენ ერთი გვერდი ვიცით, ჩვენი ისის გუშინ სად ვიყავით და რა ჭამებდა, რა გვეცვა ის არ გვახსოვს და უფალმა ისიც მთელი ჩვენი წიგნი. ჩვენ ერთი გვერდი ვიცით ხო, ესის ნაწილობრივ ერთი აბზაცი რაღაც ინდიის რაღაც დაუშვა. მცირე ჩვენ როგორც აი კარების გასაღების ჩვენთან ვიყურები. აბა კარების უთლიანად რამხელა ის ვერ დაიდა, ამიტომ ჯერ არ გეუბნება ამას სადღაც უცებ გაგიყოს კარები, შეიძლება ვერ გაუძლო. იმხელა რაღაცა ჩანს მე. ნაწილობრივ ეძლევა ადამიანს, ნაწილობრივ ყველაფერი ეძლევა. მაქსიმუმი და მინიმუმის მოცემულია. ყოველი მოხდა თქვენ. იდეა მოხდა ანგელოზებს შურთ როგორ კარგი გაგებთ ანგელოზებს უყრით და შურთ აი ადამიანს რამხელა პატივი მიიღო. ვერთი კაცად მოვიდა და იმხელა რაღაცები განუცხადა. ანგელოზებსაც არა, ანგელოზზე მაღლა არის ადამიანი. გაიხსენეთ დიან ნათლისობები, გაიხსენეთ ყოველწლიო ღვთისმშობელი, ზეთის იერარქიის მწვერვალში. ღვთისმშობელი მოდის ყოველწლიო სამშაბათს. ამიტომ და გვახსოვს სულ მოკლედ, რომ ჩვენი ცოდვების გამო ქრისტემ შეძინა თავის თავი. და
ჩვენ თავით თვისით, იმავე დასაწყის უბრუნდებით, ჩვენი თავით ვერ გამოვიხსნით ჩვენს თავს. ეს რა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ღმერთზე დამოკიდებული არსებები და სულ უფალზე დავევედროთ, რომ მან გვიშონოს ჩვენ. რა თქმა უნდა, ჩვენი თავისუფალი თანხმობით, თუ ძალით ხარ გადაგარჩას. შენი თავისუფალი თანხმობით, აზრით, სიტყვით და საქმით. ერთი დიდი თანხმობა უნდა იყოს თლიანად ღმერთის ცნებაზე ადამიანის ცხოვრება. უამრავი საშინელი ცოდვები გვაქვს ჩადენილი მთელ კაცობრიობაზე თითოეულ ადამიანს. არასოდეს არ მიუტოვებია უფალს ადამიანს. ყოველთვის ცდილობდა და ბოლოს, როცა ჟამის, სისავსის ჟამის მოვიდა, თვითონ განკაცდა და გამოიქცა თითოეულ ჩვენთაგან და დაგვამკვიდრა საკუთარ თავთან და დაგვინათეს სავალი. აუცილებლად ესეც უნდა თქვათ, რომ ვიყვარდეს უნდა უფალი, ვიყვარდეს ძველი სამყარო და ის სინაშეულო მოვიდანეთ ბადაცობა. არაფერი აქ რთული არ არის, გულწრფელი სინანული, ეს ბუნებრივი ჩვეულებრივი ადამიანში ჩადებული ხატებაა. გამიხდება. შეგეშალა აღიარე შენი შეცდომა. გაემხე, წამოდე კი განიცმე და გააგრძელე. ვერ რამ ადამიანი ხარ, ეს უნდა იყოს, რომ ცოდვილი ადამიანი. მაგრამ მონანული ცოდვილი. კარგია რომ უკეთესი გინდა გახდე და საუკეთესო. თუ არა ხარ ახლა ეს იდეალური რა ვქნა. უნდა მოინანიო და ცდელობა უკვე სათნოებაა. ყველაფერი უფალმა წინასწარ ეცა, რომ წინამორბი ამბობ. უფალმა წინდაც იმოწვის ყველაფერი. და არც არავისი გამოცდა არ ჭირდება, გაუძლებს რამეს თუ არ გაუძლებს. პირიქით, ჩვენ მამაოჩვენში რა მოხდა? განუშავებთ ჩვენ გასასწრელს, რომ მიცდენ ჩვენ ბოროტზე, იმიტომ გასასწრელში რომ შევიდეთ, ვინ რას გაუძლებს და ვინ რა გასასწრელის გადამტანია, კაცმა არის. ისი გადამტანები ვარ ჩვენ. ვერაფერს არ უნდა განსაზღვრა, ამიტომ განგებული იყო. ის განგებული არ უნდა გამოცა. ვინ რას გადაიც, პირიქით უნდა იყოს განუშავებთ ჩვენ გასასწრელს, რომ მიცდენ ჩვენ ბოროტისაგან და ის ბოროტისაგან იმდენი უხილავი ბრძოლაა, რომ უკვე უხილავი ბრძოლა და ხილული კი არა, ჩვენ ვართ ბრძოლისველი. თვითონ ჩვენი სული გახდა ბრძოლისველი. მეტი რაღა გიყო. მახსენდება ახლა სხვა რაღაცები, კიდე როდესაც უძველი წარმართობაში იყო ესეთი ინიციაციები, როცა შამანური ინიციაცია, როცა ადამიანს თავის სულს ბოროტსულებს თავის მის სულს აგენჯინებდნენ და ამას აყურებინებდნენ თავიანთ შამანური ინიციაციის დროს ადამიანი საკუთარი თავის დაგლეჯვას და ჭამას უყურებდა. ეს თავზარდამცები ფსიქიისმის და ადამიანის სულიერი სტრუქტურის თავზარდამცები გამონადგურებული რაღაც ახლა ისე მოვიყვანე არანაირ კონტექსტში არ არის. უბრალოდ ადამიანი ვერაფერს ვერ გადაიტანს, ვერანაირად ვერ გადაიტანს ისეთ განსასწრებს და მიითხოვს რომ გაუთავდება, რომ ძალიან საშიშია. ისეთი რომ მიუშვას უფალმა დაიშ რომ მიუშვას ბოროტის რომ სუდაში სერაფს არ უნდა გამიგო გამის სხვა წინა შეუძლებელი გავხსნებ გაბრიელბერი გავიხსენებ რასამოწმო ადამიანი როდეს მიშოვული მართ თავის თავად დაშის აბსოლუტურად ადამიანს ოჯახს ერთს დაშის და დედამისას დაშის იმიტომ რომ ეს ანკლავის შექმნა განსაზღვრული დედამისას რომ ანკლავი სადაც არ იმოქმედებდა ღვთის კანონით რომლებიც საცელის შემდეგ აქ მოხდა დაფიქსირება ამ პროცესზე. ანკლავი ვერ მოხდება, თუ არ არსებობს საკუთარი ისეთი ადგილი, სადაც არ იქნება ის კანონები არ შესრულდება. ამიტომ ეს ბრძოლა, ჩვენ ვართ ბრძოლის ველზე, ტრამპლინიც. შესრულდება ის კანონები და ვინც შეასრულებს, უფალმა დააკავშირა სადედამიწა, ისევ გახსნა რელიგიები, რაც კავშირს ამოადგენს, ისევ აღადგინა კავშირს, ისევ სასადამიწას შორის ქრისტეობა. ამიტომ ის კავშირი რომელიც ყოფილიყო ცალკე მოწყვეტილი დედამიწა კოსმოსურ განვითარებას ფიარ ეს ვერ არის უტოპია ვერ მოხდებოდა ამიტომ ეს ზანები ესეც დაშვებული აქვს ისაგან დიდი თემა ის სალარ დავის მოყოლოს და ყოველთვის რა თქმა უნდა მათ დავალება ბუნებაში შედის ის ზალა იყოს რომელიც ყოველთვის ეციდა ამბობა და ბოროტების გაკეთებობა მაგრამ გავიხსენოთ ბავშვებს წერლების და ასშობებნათქვენ მე ის ზალა რომელიც ყოველთვის ბოროტებას ცდილობს ჩაიგდეს მაგრამ ყოველთვის გამოდის სიგეთე მაინც ამიტომ მაგრამ ჩვენი მალია რომ ჩვენ არ გავთამაშოთ სულ და ვილოცოთ და თავდაპირველობა შევინარჩუნოთ ურავინ მოიფიქროს რამის გადამტანი ვერავინ ვერ არის არ უნდა ექსპერიმენტების თანა გავიარეთ შეშინებულებით ვართ და გადაშინებულებით უკვე და ყველანაირი ექსპერიმენტები გახდეთ და გადაექსპერიმენტირებულები ვართ უკვე ისეთი რაღაცები გავიარეთ რასაც მოვლენილი ჩვენი მოხალხეებაც გაიარა
ესეთი ინიციაცია გავიარდა ლაბორატორიულ უნივერსიტეტით ბრაზილია დავარდა ხელდასხმა მომენტში რომ ალბათ ესეთი რაღაცები გავიარეთ რომ იქ მერე თავისუფლები ვიქნებით მენეჯერებისგან იმიტომ რომ თუ ერთად ძალიან არ დავაშალოთ რაღაცებს მივძანდით თავისუფალი მწვანე ამოთეთო იქნება იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი რაღაცები გავიარეთ და გავდივართ კიდე არ დამთავრებული ეს სანამ აქავართ სულ იქნებით ზონებში ეს ის დიდი თემაა ამიტომ ისე უნდა ვიცხოვროთ რომ ჩვენი საქციელის გამო არ განვეშოროთ ღმერთს ყველაფერი იცის უფალმა ჩვენი არგომა დაწოლა ჭამა სმა დილა საღამო რას ვაკეთებთ ყველა ჩვენი რეჟიმი იცის ჩვენ არ ვიცით ჩვენი თავის ყოველი წუთი იცის რა მოხდება როგორ იქნება ჩვენი ქმედებები ზრახვები ყველაფერი იცის თუ სადმე ვარ რას ვაკეთებთ ყველაფერი უწყობს უფალმა ყველაფერი წინ იცის ჩვენს გაჩენამდეც კი იცის ყველაფერი სამყაროს გაჩენამდეც კი უფალმა ყველაფერი უწყის უფალმა იცის ყველაფერი რა გვაქვს გულში და გონებაში და რას მოიქცევთ და როგორ გავაკეთებთ მაგრამ არ გვაძალებს არ ძალამს გადახვრის მოგიწევთ და გვიხმობს და გვიცავს ამიტომ მეცადეთ ჩვენს რომ ამაში გავძლიერდეთ და უფალს მივყვებით უპირველესად როგორც არის სალონებში მიცემე უფალო ხელისაგან სოდილისაგან კაცთა უსამართლოდან მიხსენდა რომელთა ზრახეს დაბკოლება სვლათა ჩემთა ყოველთვის არის ძალები რომელიც აბკოლებს ადამიანის განვითარებას ეს ძალები რომელიც ადამიანის ინდივიდის ოჯახის და ერის განვითარების მოწმეები ხდებიან ყოველთვის ცდილობენ დააბკოლონ და ბუნებაში დევს მათთვის მათში მოძრაობაში ხელის შეშლა მოწინააღმდეგე სულია ეს რომელიც მოქმედებს და ინიციირებს გარკვეული ტიპის ადამიანებს ინიციირებს და ყოველთვის ეს ჩადებული არის ამიტომ ესეთი არის ესეთი ლოცვას კი ხა რუსი მამის ლოცვა არა გუშლა რუსი ინგლისელი გამშველება მიხსენე ძველი ლოცვა სხვა შორის გამახსენებ ადამიანი ეშმაკისაგან უფალო избави от человека беса სხვა ძველი სლავურისა მიხსენე ადამიანი ეშმაკისაგან ლოცვა არის წარმოიდგინეთ პირველ რიგში გაგვიყვინდეს კიდევა სასიშტოს ადამიანი ეშმაკისა არის ისეთი ყველა ქრისტესი კი არ არის ესეთი ადამიანი არის ისეთი ტიპის ადამიანი რომელიც უკვე სრულიად მარიონეტები ხდებიან და მე ხდება ამ ადამიანისაგან უკვე როგორც შრომის იარაღის გამოყენება, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება. დიდი თემაა ესეც. ამიტომ უნდა ვინმე თუ დაცულებები ჯვარი არ უნდა მოიცინო. აი ჯვარის გარეშე არ უნდა გამოხვდეს ახლა. გარშემო უნდა გადაისახო ჯვარის, 4 ოქროა დასული უნდა იყოს. უნდა სულ დილას სამის მიწაზე დაგეიმოს ჯვარის სიმბოლო ჯვრის პარაკის ძალები ზავდავს. ჯვრის პარაკის ჯვარი არის გასაგები. ჯვარი ქრისტეს სასჯელის იარაღი იყო და ჩვენი გამოხსნის იარაღად იქცა. ქრისტე დაფარეს ჯვარზე და აღსგავ წვეთით. მაგრამ ჩვენთვის ახლა ჯვარი ეს არა სასჯელის იარაღი, არამედ გამოხსნის იარაღი, სიხარულის იარაღი, გადარჩენა, აღდგომის წინა და ასე შემდეგ. იცით? ამიტომ უპირველესად აქ იგულისხმება მიცემე უფალო ხელისაგან ცოდვილის და კაცთა უსამართლოდან მიხსენე რომელთა ზრახის დაბკოლება ისვლათა ჩემთან. აქ უპირველესად იგულისხმებიან დაცემული ანგელოზები პირველ რიგში, ასევე ეშმაკთა თანაზიარი ადამიანები, როგორც აღნიშნე მიხსენე ადამიანი ეშმაკისა. ანუ ახლა ეს ლოცვა თავისებ ბერული ლოცვა ეს არის ამის საერთოდ შეიძლება ამის თუმ ძალიან თავისებული იქან გამომცადებული და ასე შემდეგ ის ამების გამომცადებული კი არა ძალას დაითხოვა მიხსენე ის ბერული სტანდარტები საერთოდების შეიძლება ბრძოლები ეწევა ეს ფაქტია. ამიტომ ეშმაკთა თანაზიარი ადამიანების სამოს მიხსნაში. ფსალმის სამ სიტყვებით სწორედ მაგრამ დაცვას შევხვდით უფალს დღეს მithumetes. უსაფრთხოებია. განსაკუთრებით დაცემული ანგელოზების, ანუ ხილავი ძალები ჩვენებდება, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ცოტას ვხედავთ. ჩვენ გასაცდელად მარტო ის ვარსებობთ სამყარო იქნებოდა ძალიან პატარა, ძალიან ციტა წეროზე იქნებოდა აფხელა კოსმოსი. თუ ხილავი. და ჩვენ ვხედავთ ძალიან ცოტას. რომლებიც განუწყვეტლივ მოცემებაში არიან დაცემული ანგელოზები, რომ დაგვაყოლოთ დისკეს სავალ გზას. დამეწყეს მე ამ პარტამოთან მახე
და საბრითა განარჩეს მახე ფერთა ჩემთათვის და გარემოის ალათთა სასტური გამიგეს მე აქ ქრისტესაც წინასწარმეტყველებს დავით წინასწარმეტყველებს აქ გულისხმობა ცოდვის მახეებიც უამრავი მახეა თუ ხილა უამრავი საფრთხე და ჭა ანტონი დიდის ხილვა გაიხსენეთ ბადერო იხილა ქსელებით ვინ გაეროს ამას ვინ გაეროს უყალბო მოჩილი გაეროს დაბალი იქნება თამდოვანი და ზუსტი იმაა ის დაბალი თავს დაიცირებს და დაინდამებს ის გავა დაიყვანს იმას უკან გულზიცის სადაც ადამიანი თავისი ვერ გავა იგი თამი გაიყვანს იმიტომ სადაც შესასვლელი უფრო გასასვლელიც და სადაც პაუზა აი კარი უფალი შენ როგორია სიცარიელე და პაუზა იქ არის უფალი პაუზაში შენ ცხოვრების პაუზებს და რაღაცა საკითხი და პაუზას საკითხი აი კარი უფალი გეძლებ პასუხი ეს დიდი თემა არის ხაც ესეც ამიტომ ყველაფერ ამას იმიტომ აკეთებდნენ რომ მეთესაგესვაში შეეჩერებინა ფეხებზე მახეებს უგებდნენ რომ დაერხოთ ღმერთში გამკიცებულა ვარ თუ უფალცა ჩემსა ღმერთი ჩემი ხარი შენ ისმინე უფალო ხმა იმოცისა ჩემისა მოროდის მიერ დაგებული სასწრებისა რომ თავი დავახცე და დავიხსენ ამისათვის უფალს უნდა მოვეგო და შეთხოვო შეცევნა და ხსნა ხოლო საკუთარი ძალისხმევით მოროდის მიერ დაგებული მახეებს ვერ განვერიდებ ხოლმე თიშეცევით შეიძლება განვერიდოთ მათგან დაგებულ სასწრებს და ცოდებს და ასევე იმ ადამიანებსაც რომლებიც მათი მარიონეტებია უფალო ძალო ცხოვრებისა ჩემისაო ფარნო ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისას სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა ადამიანის გულში გადის გული არის ცენტრი ადამიანის მეტაფიზიკური ცენტრი არის გული ქრისტიანობაში რო არის გულის კულტურა და გულის შესახებ სიბრძნე ისეთი ასეთ სწავლებაში არ არის თუმცა ქრისტიანობის თვით გამოცხადებული სწავლება გულის სიყვარულის გულის შესახებ სწავლება ღმერთის ადამიანში გულის ღმერთის მიერ გულში შედის იარაღი პირველად ასე ვთქვათ მეტაფიზიკური ცენტრი ხარ ფიზიოლოგიური გული არ გულისხმობს თუმცა ხარ თეატრალური ადამიანი გულისხმობს სული სამყაროს ხელი თეატრალური ადამიანი გული ცენტრია ადამიანის ცხოვრება გული აზროვნებს გული გრძნობს გონებას აზროვნებს გონებას გრძნობს გული მარტო არ გრძნობს აზროვნებს გულის გულის მუქი და აღშფოთს სიკეთის და ბოროტებაში ბრძოლა გულში გადის სწორედ ამ ბრძოლაში თხოვთ შეწამნას უფალს რათა ძლიერ ვნებებს უკეთო ზრახობს პირველში ჩვენი და ჩვენი თავის გამოსწორებით დავიწყოთ ის კი არა იმისი ამის გამოსწორებით ის ესეთი ბედიო რაღაცა იწყენ რა ბედი მქონია ესეთი ის ესეთია ესეთი ახლა როდის იქნა მოწესრიგება ყველაფერი ელოდე შენი თავიდან დაიწყე შენში გამოასწორეს უყოფილება შენ გახდი ბაჯაღლოქ შენ სანამ სხვისი გაბაჯაღლოება კიდე შენ გახდი ბაჯაღლო თვითონ და მე სხვა რო შეხედავს ეს რაც ვიფასინიტონი ყოფილა შეხედეო ამის სულიერი ხერხემალი ორწყინავსო და ეს სხვასაც მომდობა ის ვექტორი რო იქნება ეს რო კარგია იმის უფალი უნდა ვაჰიდო რიტყვის შენ რო გაგინახავს ვერა შენ შემოქმედებს ხო შენ მიმართულებას მიცემ და სწორედ ამ ბრძოლაში თხოვთ შეწამოთ უფალს რათა ძლიერ ვნებებს ზრახობს და არჩევანი ღვთის ნების შესაბამისი გავაკეთოთ ნუ მიმცემ მე უფალო გულის ხმათა ჩემისაგან და ცოდვილსა ცოდვილის ხალხს ჩამაგდეთ საშინელება ცოდვილი ადამიანის ხალხს ჩამაგდეთ ეს ისეთი გამოსტაა რომ ვერ გაუძლებს საკუთარი ცოდვები ხო არის კიდე ცოდვილის ხალხში ჩაგდება ადამიანის ეს საშინელება ორმაგი ერთი ორშია რა რო იმაში ერთი ორში ორი ერთში ორი არის ჩადებული ორმაგი წესი არის ერთ რაღაცაში ეს საშინელება სამმაგი შეიძლება იყოს და ენმაგი არ ვიცი გაშია სტანდარტი განიზრახოს ჩემთვის და მუდამაგდოთ მე უკვე ამაგი უბრალოდ უკაცუნა როებო განგვარიდოს სოდულ გულისხმებს რადგან ჩვენი დამღუპები უბრალოდ სწორედ ჩვენი გულისხმები თუ ჩვენ არ მივენდობით სოდულ გულისხმებს მაშინ დაცული ვიქნებით და გვიხსნის უფალი ამიტომ მინდა რომ ზუსტად მთელი ეს გადაგება დაუხმებას რა მინდობა რომ ადამიანი არ არის დამოუკიდებელი არსება ადამიანი არის არსება რომელსაც თვითონ თავისთვის შეუძლია იცხოვროს და ცხოვრდეს მას ჭირდება ქრისტე ხსნელი მაცხოვარი რომელიც მოვიდა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებასაც და მან გამიხსნა გზა და აღადგინა კავშირის ესეს და მიწაშვილს აღადგინა გახსნა სამოქის კარები და მინდა რომ თქვენს ესე გზახსნელი გქონოდეთ და ერთთან ერთად იყოთ მოვინანიოთ ჩვენი ცოდები ყველას უსურვოთ სიკეთე არავის აწმოდა არავის დაღუპვა და არავის ჯოჯოხეთში სასვა არ უხარია
არავის და არ ჩვენ აკრავდა პირიქით. ყველასათვის იმოცოთ, ყველა გიყვარდეს, ხოლმე ყვასილობდეს და მტერი იწოდა. ყველა უნდა გიყვარდეს ყველაფერი, ყველა ქმნილება. და კეთილგანწყობა მშვიდობა გაუშვათ, აზრით გამგურნოთ, თვალებით კეთილად შევხედოთ, გადავხედოთ, განკურნოთ თვალებით, გახდით და ეს კეთილგანწყობილი თვალებით და ეს აბანავი თქვენს მთელი სიკეთე გაუშვით, თვალით დიდი ზამთარ გაუშვით, სიკეთეში გამბანი ადამიანის სიმბოლურად იცავს, ხო ეს სიკეთის ესე და დაასი სიკეთის წყალი მოგონებრივად, ხო? ასე შეხედე. აზრობრივადაც უსულო რომ დაიხარე, დაინახა ადამიანს შენში აღზარი, სული რომ დაგიხარეს. ეს სიხოლ გზნობს, რაც ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია, არავის არ უხარია, ამითვალით რომ შეხედავ და ამიფიქრეთ, ის ფიქსას გზნობს, წერილობს, ბუზი გზნობს, არ გაიხოდა. ბუზი საკმაოდ აირა, ყველა ბუზი იმანებს. იმის პრის გზნობს, ტელეპათიური გზნობს. ჩვენ არის ეს უყოფილი ისე ქნილებებია, ესე ყველაფერი დისკრება. ადამიანის დაინახა, აი შესაძლოა იყოს არ იყოს შეიძლება, მაგრამ აღზარი შენში რომ შეუფალო შეუწყალე, უფალო შეიწყალე. აი ასე დეტი რომ სიხარული აღზარი შენში და ის მოვაო, ზოგადად არ დაიბლოკო. თუ აირეკლა, მოვა შენთან გაათმაგებული ეს სიხარული. შვიდობა ხო? და თქონდა საქმითაც. შეეცადა ყოველთვის. არასდროს არ დაიკარგება და იარე ქრისტესთან ერთად იარეთ, ერთად ვიყავით, ილოცეთ ნუგეშილი ცირესა მაგას სამს უფალი ამბობს, ვერ ვერაფერს ვერ დამიშავა. აერიდო თუ რაღაცა ხედავ კედელს, მე თავი გაახარო, ხალხა და აძვერიან აუარი კვირდი, რა ვქნათ, თუ ვერ ანგრევ, ვერ ამქნათ, აუარი კვირდი და ავქნათ. მოსკოვში გაიარე, ხედავ რაღაც დაკუნა, რომ გადადი, ჯვარი გადასახე, რა უნდა ვქნო, რა უნდა ვქნა სადამი, ჩვენ რა უნდა, ჯვარი უნდა გადავსახო, ვინოსო, მოვიქცევინო, უსუროთ, უკეთესი გახდეს ვიდრე ან უარესი გახდი და ცუდი უარესი გახდეს, ჩვენ უკეთესი გახდეს, საუკეთესო გახდეს. აი ესეთი ამას დიდი ძალა, ადამიანის შადილი ხატევაში ფსიქიური ენერგიის დიდი ძალა. ეს არ დაიკარგება, აზრით, სიტყვით, სიტყვა დიდი ძალა. და საქმე, ვეცადოთ, შანსი არ გავუშვათ სიკეთის კეთებას. დარჩენი ყველაფერი ისე იქნება, მე ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ესე იქნება, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ნათქვამია მამაოჩემში ყავნება შენი მეთეცაც ადრეშინა ეგრეცა ქვეყანასაც ზედა. მადლი უჩეჩეს იესოს ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.